მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მუშაობ და რეზონირდება რიტუალებიც და გაშლებიც. თხოვეს მომწერეს, რომ ესე იგი ასეთი მოკლე გაშლა ჩამეტარებინა. გექნებათ თუ არა ახალი სამსახური. აი ესეთი თემა და მე გადავწყვიტე ორი ვარიანტი, მოკლე, აი ესეთი ჩავატარო და დავიწყოთ. მანამდე მე შუალედში ვიდეოც მოიწონეთ. ეს დაგანახოთ უფრო. აი ესე დაგანახებთ უფრო. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, ჩაიფიქრეთ თუნდაც მეორედ უყურეთ, ვიზეც გინდათ, შვილზე, ნათესავზე, მეზობელზე, შეყვარებულზე და ასე შემდეგ. აბა დავიწყეთ. სამყაროს შევეკითხოთ, გექნებათ თუ არა მეორე სამსახური, ან ახალი სამსახური, მოდი ესე დავარქვათ. პირველი ვარიანტი. რა ხდება თქვენთან? აქ მეუბნებიან, რომ სადაც ხართ თქვენ, ენერგიებს ხარჯავთ, ძალებს ხარჯავთ, ესე იგი არაფერს არ იშურებთ, ასე ვთქვათ, თქვენ ძალებს, შრომას, მაგრამ აქ როგორ არის, იცით, ან უფროსია და ესე იგი ცოტა რაღაც ასე ვთქვათ მბრძანებლური ტონით არის, თქვენ ესე იგი იმედი გქონდათ, რომ ამ სამსახურში უფრო კარგად იგრძნობდით თავს, ეხლა სადაც ხართ, ხო? მაგრამ იზოლაციაში ხართ თითქოს, აი ესე მეუბნება და სრულ იზოლაციაში ხართ, მინდა გითხრათ. და გექნებათ თუ არა ახალი სამსახური, იცით რა არის, უნდა როგორმე გამოხვიდეთ თქვენ თვითონ აი ამ სიტუაციიდან. ფეხები გახსნილი გაქვთ კი? ტანი, ხელები, თვალები ახვეული გაქვთ, რომ ან რაღაცა ვერ დაინახოთ, მიხვდით ხო? და ფეხები შაი თავისუფლად შეგიძლიათ, რომ გამოძრავდეთ. ძალა გაძლევთ სამყარო, ძალას გაძლევთ სამყარო, აქ გექნებათ ორი პიროვნება, დაგეხმარებათ ორი პიროვნება, შეიძლება წყვილი იყოს, შეიძლება სხვადასხვა, მაგრამ ქალვაჟი ამოდის რა. ქალბატონი და ეს ამოდის. ანუ ვისაც არ მოგწოთ ეს სამსახური, რა თქმა უნდა გამოხვიდეთ, იმიტომ რომ ეს შებოჭილობა, ეს იზოლაცია, სრული, მენტალურიც, ფინანსურიც, ურთიერთობაც, ეხა ვისთანაც მუშაობ, ხო, რა მნიშვნელობა აქვს სად, ხო? სახლში თუ გარეთ მუშაობ, თუ ოფისში, ხო? იმასთან, ესე იგი, არა გაქვთ კარგი ურთიერთობა და ეს ხომ არა მარტო მენტალზე, ფსიქიკაზე, ნერვებზე, ფინანსებზეც მოქმედებს და მე ეს ფული თუ ისევ წამლებში მოიხმარე და ჯანმრთელობის გამოსასწორებლად რა გინდათ, ხო? აქ აუცილებლად უნდა შეიცვალოთ, თქვენ თვითონ უნდა მოინდომოთ. თითქოს ასე მეუბნებიან, რომ თქვენ თვითონ უნდა მოინდომოთ, იცით? რაღაცის გეშინიათ, თითქოს ნაბიჯის გადადგმის გეშინიათ, რომ ახალი სამსახური გქონდეთ, იცით რატო? ან ახალი, აი ამ პირველ ვარიანტში, რომ ახალი, ესე იგი, სიტუაციების, ასე დავარქვათ, ხო, ახალი ხალხის, ახალი, აი ესეთ შეგუების მომენტი უფრო, ნუ გეშინიათ, ნუ, აი ეს შიში უნდა დაძლიოთ, აი ამ რვიანი ხმლებიდან თქვენი თავი, უფრო მეტად თქვენი ბლოკავთ, აი ესე ამბობს სამყარო. გამოდით აი ამ თვითდაბლოკვიდან, არის აუცილებლად არის ბიჭებო,
თქვენთანაც ამოდის ან თქვენს მამაკაცს, ან თქვენ შვილს მიხვდით ხო, ან მეგობარს, აუცილებლად არის გარღვევა. აქ მე შეიძლება ინტერნეტით მუშაობს, მერე ვინმე დაიწყოს, ან როგორ იცით, აი სწრაფი გარღვევა იქნება, აი დიდხნიანი და სწრაფი გარღვევა იქნება, მაგრამ აი ეს რაღაცა შებოჭილობა უნდა დაამთავროთ, კარები უნდა დაუხუროთ აი ამ თქვენს შიშს. მაქვს მე რიტუალი შიშისგან გასანთავისუფლებელი ლოცვა. ასე ქვია, შებრძანდით, უყურეთ, გაინთავისუფლეთ თავი. ასევე არის რიტუალი ტრიუმფი და გამარჯვება ყველგან და ყოველთვის შებრძანდით და უყურეთ. და მე აი ამ რაღაცა შიშს რო დაუხურავთ კარებს, თქვენ თვითონ თქვენივე ბლოკებს უნდა გაარღვიოთ ეს ბლოკები და მე გადიხართ ახალ განზომილებაში გადიხართ. შეიძლება საზღვარგარეთაც მუშაობთ, ან საზღვარგარეთ წახვიდეთ, ან ჩამოხვიდეთ. აი ესეთი ცვალებადი სიტუაცია ამოდის. აბა კიდევ ნახოთ პირველი ვარიანტი, გექნებათ თუ არა ახალი სამსახური. აქ ან დამსაქმებელი ისევ მამაკაცია, ან მამაკაცებზეა საუბარი, მოდი ჯერ მამაკაცებზე ვიტყვი. იცით რა არის, აქ მაღალ თანამდებობაზე მელაპარაკებიან, აქ არის მაღალი თანამდებობა. კი, რომელიც ესე იგი ხალხთან გაქვთ ურთიერთობა და ბერჯელ ან ის ხალხი იმ ხალხის იმას პრობლემებს აგვარებთ, მიხვდით ხო? მის ესე იგი შეიძლება ჯანმრთელობასაც აგვარებთ, შეიძლება მათ წარმატებებს აგვარებთ, ხო ხვდებით, მაღალ თანამდებობაზე აქ საუბარი, შეიძლება ადვოკატი იყოთ, შეიძლება ისე იურისპრუდენციაში რამე თანამდებობაზე მუშაობთ, ან გოგოებო თქვენი მამაკაცია ესე, მიხვდით ხო, ან თქვენი შვილი ამ სამსახურში მეუბნებიან. აქ არის რა არის, იცით? პირველი ვარიანტი, აქაც იგივე ამოვიდა, აი თქვენ თავს, თქვენ თვითონვე ეწინააღმდეგებით. კი, არიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომ ესე იგი წინარ წახვიდეთ ცხოვრებაში. ისევ თქვენს ირგვლივ მყოფი ხალხია მინდა გითხრათ, ისევ თქვენს ირგვლივ მყოფი ხალხი. და აგერ ტუზი კვერთხები, აგერ მეფე კვერთხები, გამოდიხართ, აი აქედან გამოდიხართ და შედიხართ ახალ განზომილებაში. ამას მე კიდე ერთს დავამატებ. კი, დგავთ ახალ ნაბიჯებს, შეიძლება შვილზე ნერვიულობთ, შეიძლება თქვენ თვითონ ხართ და აი ამ ახალი ნაბიჯის გადადგმას ვერ წვიტავდით, მაგრამ აუცილებლად გექნებათ ახალი ნაბიჯები, ახალი სტარტაპი და ახალი შემოქმედება, ან ცოტა მოგვიანებით და დიდხნიანი იქნება. მადლობა პირველი ვარიანტი, მოიწონეთ ვიდეო, რომ ჩაგეთვალოთ და სიტყვა მადლობა. რომ ჩაგეთვალოთ. აჰა, თვითონ გადმოვარდა მეორე ვარიანტი და დავტოვებ, ხო? აბა მეორე ვარიანტი, გექნებათ თუ არა ახალი სამსახური. კი, ეძებთ, იცით რა არის? ეძებთ, მაგრამ ასე მეუნებიან, რომ იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა, გოგოებზეც, ბიჭებზეც, თქვენ ოჯახის წევრებზეც და ყველაზე გეუბნებიან. ესე იგი, გზები გეხსნებათ, კი, ეს თავის ტკივილი ამოგივიდათ, ეხლა ეს თქვენი თავის ტკივილია, ისევ იგივე რიტუალზე შედით, იგივე წეღან, რაც თქვი პირველ ვარიანტზე და უყურეთ, გაიწმინდეთ თავი. თავის ნეგატივი თავზე მოხსნა ეგეც არის და გაიწმინდეთ, ფეხი გაიწმინდეთ, ხელი გაიწმინდეთ, ამოყევით რიტუალს და ვიდეოებს ქვემოდან და მოძებნით და ყველანაირი რიტუალია და მე ნელ-ნელა გიმატებთ ახალს. ძველი უფრო კარგად მუშაობს, ეს რო იცოდეთ. არის ესე იგი, იცით რა არის?
ან რაღაცა ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ ვიღაცის გამო ვერ გამოდიხართ, შეიძლება იქვე დამსაქმებელია ისეთი, რომ манипуляტორობს თქვენზე, აი ზუსტად გაიწმინდეთ თავი, კი? აქ თითქოს რაღაცა გიპნოზის ამბავი ამოდის, ვითომ გემეგობრებათ, მაგრამ მეგობარი არ არის. ეს თანამშრომლებიც თქვენი არ არის თქვენი საერთოდ თანამშრომელი არ უნდა დაიდაქალო და არ უნდა დაიძმაკაცო. ის უნდა დატოვო სამსახურში. ესეთი წესია საერთოდ სამყაროს ესეთი წესი აქვს. მე როგორ არის ცით არის შეხვედრა, არის მოლაპარაკება, არის წარმატებული ესე იგი შედგება აი ეს მოლაპარაკება კარგ დონეზე მინდა გითხრათ, აქ კარგი ხელფასიც ჩანს, აიმიტომ რომ ლამაზ-ლამაზ საჭმელებს მიირთმევთ მერე უყურეთ, გემრიელ და ტანსაცმელშიც გეყოფათ ფული და კიდევ რაღაცეებში, ვისაც ავეჯის გამოცვლა გინდათ, მეუბნებიან იქაც კი ან გარდერობის გამოცვლა, იქაც კი შეგიძლიათ. გამოდიხართ აუცილებლად მოძებნეთ მასკები მოიხსენით მასკები, შიშის მასკები, სხვადასხვა ყველამ გადაათამაშეთ თქვენ თავზე და მოძებნეთ, ცივები გააგზავნეთ, ცივი თუ ცივს როგორ ეძახით, გააგზავნეთ. აქ გამოდიხართ, იხსნება გზები, მაგრამ ისევ სამყარო გეუნებათ, რომ თქვენ უნდა ადგეთ, დღეს ცვივა კარტი. თქვენ უნდა ადგეთ და გამოხვიდეთ აი ამ ილუზიებიდან უნდა გამოხვიდეთ. მიხვდით ხო? ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ აქ თქვენ თვითონვე ხართ თქვენი საქმის მკეთებელი, ხარ მაგის კარტი ამოვარდა და თქვენ ხელშია, ასე ამბობს სამყარო. ყველაფერი არის თქვენ ხელში, გოგოებო, ბიჭებო. ყველაფერი არის თქვენ ხელში. აქ თქვენი ბიჭები, თქვენი გოგოები, აქ რამოდენიმე უკვე მოეწყო ახალ სამსახურში, მაგრამ თქვენ ძალიან ნერვიულობთ, უყურეთ, ესე იგი გადასარევი სიტუაცია, იმაზე კარგი სიტუაცია იქნება, ვიდრე აქამდე გქონდათ. ნახეთ, როგორი დამხმარე ძალები ამოდიან ხალხნო, ნახეთ მეორე ვარიანტი და ესე იგი თვითონ სამყარო გელაპარაკებათ, რომ აუცილებლად იქნება დახმარება, აუცილებლად, რაც ან უკვე რო სტარტაპი გაქვთ აღებული და უკვე დაიწყეთ მუშაობა, ან თქვენი შვილები წეღან არ თქვი, ან ნათესავები, ვიზეც ნერვიულობთ, ხო? აუცილებლად დაგიფასდებათ. შეიძლება ზოგი ასწავლით, ზოგი სკოლაში ხართ, ზოგი უნივერსიტეტებში ხართ, მიხვდით ხო? ან ლექტორი ხართ, ხო? აი ესეთი ვინც ესე იგი ორატორობთ, აი ესე ვთქვათ, ხო? აუცილებლად იქნება, შეიძლება ბაღში ასწავლით, ხო? ბაღის მასწავლებელი ხართ, იქნება წარმატება. სახშიც რომ თუ ხართ, ხო? და ისეთი ქალბატონიან მამაკაცი უყურებთ. სახში დაგიფასდებათ თქვენი კერძს რო გააკეთებთ და დაიღლებით, აი ეგეც დაგიფასდებათ, მიხვდით ხო? აი უფრო გემრიელი იქნება თქვენი საკვები მომზადებული და პენსიონრებით სახში რო ბრძანდებით, უფრო აი კარგ რაღაცეებში მოიხმართ საქმეს, მიხვდით ხო? რაც თქვენთვის სამსახურია. ან სახლიდან ჩანს აქ, გოგოებო, ბიჭებო, სახლიდანაც ჩანს აქ სამსახური, სახლიდან. კი, ნამდვილად, თქვენ აქ მეუნებიან, რომ რამოდენიმე ვარიანტმა აქ კი, აქ ესე იგი იბრძოლა იმისთვის, რომ ყელის ჩაკრა შედით, გაიწმინდეთ, ჩაკრები გაიწმინდეთ. აქ მეუნებიან, რომ აუცილებლად გამოხვალთ სიტუაციიდან, ლაბირინთიდან, აქ კიდე სულ სამყარო გესაუბრებათ და ვინც თქვენზე, ესე იგი, ხმალს გიდებდათ ფეხებში და გიჭრიდათ ახალ ნაბიჯებს, ახალ დაწყებებს, ხო? ჩასაფრებულები რო არიან, ხო? ასე ვთქვათ, თქვენი არაკეთილის მსურველები, ხო? აუცილებლად გადიხართ წინ, აუცილებლად მიდიხართ წინ. არის ახალი იდეები, არის კიდევ თქვი აი რაღაც შეიძლება ხელოვნება, შეიძლება ისევ ჰაერი, ინტერნეტი, აი ესეთი ან ჰაერიდან მოდის რაღაცა ინფორმაცია, სწრაფი ინფორმაცია და ვირხოვნაია ჟრიცა ქურუმი ქალი, ქურუში ქალი როგორ ეძახით, გითხარით ყველაფერი თქვენს ხელშია.
ყველაფერი თქვენს ხელშია, წმენდები გააგრძელეთ, არ მიატოვოთ, აი ამას გეუბნებიან. გავმეორდები მოიწონეთ ვიდეო, პლუს დაიწერთ კარმაში, რომ სხვებმაც ისარგებლონ და ამოვარდეს და ნახვები კონდეს ვიდეოს. თქვენთან იყო ნინია, მეც ძალიან მიყვარხართ, მომავალ შეხვედრამდე.